ება მიმოდი ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმრები მოვიწვიო სტუდიაში. ესენი არიან ტელეიმედის მეგა პროექტის ცეკვავენ ვარსკვლავების მონაწილეები. ანი კეკუა და ოთო ციკლაური. დამზადით. კარგად, როგორ ხართ? დამზადით. ანი, ოთო, მოგესალმებით. მიხარია რომ ჩემთან ხართ, როგორც გამორჩეულად საინტერესო წყვილს, მინდა რომ მოგილოცოთ ეს გავლილი გზა და წარმატება გისურვოთ და დარწმუნებული ვარ ამაში 1000-ობით თქვენი გულშემატკივარი მხარს დამიჭერს. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, პირველ რიგში სულ მიხარია თქვენი სტუმრობა და რა ვიცი, კარგ ფეხზე მოვედით იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ. ანი, ეხლა როგორც მომღერალს მინდა კითხო. ოდესმე წარმოიდგენდი რომ შემოგთავაზებდნენ რომ ციკლაურთან ერთად დუეტი გექნება, ოღონდ ცეკვაშიო. ხო, სხვათა შორის პირველ რიგში რომ გავიცანი ოთო, მაგას ფიქრობდი სხვათა შორის, იმიტომ რომ ყოველთვის აქვს მნიშვნელობა რაღაცა როგორ ეწყობა სახელები, გვარები. გარდა იმისა, რომ გვარი და სახელი შესანიშნავი ჩემო ბატონო, გვარ დაეწუნება, ისეთი ამას გარდა მინდა მაყურებელს უთხრა, ბევრმა იცის უკვე, მაგრამ რომ შენ 21 წლამდე უკვე მოახერხე და საერთაშორისო ტურნეს გამარჯვებული ხარ, ხო? დიახ. ბატონო, ეგეთი წარმატებული ადამიანი. მე ვარ ძალიან ამბავი. ასე რომ ეს ერთი და სხვა მრავალი. ასეთი მეწყვილე მე ვამბობ რომ არავის არ ყავს თქვა, იმიტომ რომ ტურნირებსაც ვესწრები, უკვე გამაცნო ის შიდა სამზარეულო ოთომ და ვერ ყვევი რაღაცეებში, მე მგონი საკმაოდ კარგად. ოთო, ეხლა რა მინდა იცი-კითხო? ანი არის მრავალმხრივი ადამიანი, აი გარდა იმისა რომ ძალიან გულიანია, იშვიათად თავდადებული შრომაში. შენთან რა ხდება? მითხარი, როგორ მიდის ეს რეპეტიციის პროცესი და რასაც ასწავლი და რაზეც წვრთნი, მერე აი ამ შედეგს გაძლევს თვითონ ეთერის დროს თუ რა ვითარება გაქვს? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად ანი არის ძალიან ნიჭიერი და მასთან ძალიან ახლოს არის ცეკვა და სიმღერა. ამას ვიტყვი, რო არ ყოფილიყო მომღერალი, იქნებოდა ძალიან კარგი მოცეკვავი. მაგრამ დღესაც ბავშვობაში მინდოდა უფრო მეტად მომწონდა, ახლა გავამხელ პირველად ვამხელ მართლა გადაცემაში. უფრო მეტად გული ყოველთვის მიიწევდა ცეკვისკენ, სიმართლე ვთქვათ. მაგრამ მე რაღაცა ხო, მომეცა საშუალება. თუმცა მე გავყევი სიმღერას, რა ვიცი, მაინც მე მგონი სწორად ავიჭი. მაგრამ ორივე ძალიან ჩემთვის საყვარელი საკითხია. ვიცი რომ ძალიან პატარა ასაკიდან და ვიცი რომ აი ყველა სიკეთესთან ერთად არის ისეთი ექსტრემის მოყვარული და ხო არ ქონია რაღაც ეს სურვილი რომ მოდი მე ჭერიდან გადმოხდები შენახება დამიჭერ რაღაც აქვს ეგეთი იდეები თუ შენ თავაზობ პრობლემა. მეც ვთავაზობ, თვითონაც ვთავაზობ რაღაც მსგავს რაღაცეებს და იმედია ამ ჭერიდან გადმოხდოებს და ზემოდან ჩამოხდოებს შემდეგ ტურში გამოვიყენებ. სული და გულით გისურვებთ რომ ყველა ცეკვის შესრულების საშუალება მოგეცეთ. და თქვენთან ერთად ყველა იმ მონაწილეს, რომელიც ჩამულია აი ამ შესანიშნავ პროექტში. ახლა სანამ გადავალთ მეორე მხარეზე შენი ნიჭიერებისა, რომელიც არსებითად პირველია მნიშვნელობით თქვა პროფესიული კუთხით, ეს არის სიმღერა, იმიტომ რომ სიმღერის გარეშე შენ ცხადია ჩვენი შოუდან ვერ გაგიშვებ. მანამდე მე მინდა რომ მოგიპატიჟოთ ამ შემთხვევაში ჩვენს კონცერტებზე, რომელიც 15 და 16 თებერვალს გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ეს არის იუმორინას 25 წლის საიუბილეო კონცერტი და თქვენთან ერთად მინდა ასევე მოვიწვიო ჩვენი მაყურებელი. თვითფასო მეგობრებო, 15 და 16 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საიუბილეო კონცერტები იუმორინა 2025. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.gr. გელით ყველას.